მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 2-ზე. მე ვარლამ ციკლაური ვარ, გამოშვებაში თქვენ ნახოთ. საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში 66,183 ფიზიკურ პირს ძველი საგადასახადო დავალიანებები ჩამოეწერა. ამერიკელმა პროფესორმა ჯეფრი საქსმა ევროპარლამენტში გამართული დისკუსიების ფარგლებში საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრა, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა განაცხადა, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული პროცესები საქართველოს უსაფრთხოებისათვის სასარგებლო არ არის. ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტები კი საქართველოს ანადგურებს. უახლესი მოვლენები არ არის სასარგებლო საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისთვის. თქვენი ევროპარლამენტარები, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში ჩადიან, ეს ანადგურებს საქართველოს, ეს არ იცავს საქართველოს. ჯეფრი საქსის ამ განცხადებას შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. სახელმწიფო პარტიაში აცხადებენ, რომ ამერიკელი პროფესორის შეფასება საყურადღებოა. ქართულ ოცნებაში თქვეს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გატარდეს საქართველოში და ამისათვის ყველაფერს აკეთებენ. როდესაც ესეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია, ბევრთვის საყურადღებო უნდა იყოს. ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანაში არ არიან პოპულარულები და მოწინავე პოლიტიკურ პოზიციებზე და აქ სურთ, რომ ახალგაზრდებს ტვინე აურიონ და კარნახობენ იმას, რომ მეიდნის სცენარი არის ყველაზე მისაღები ქვეყნისათვის. თავისი ინტერესი გააჩნიათ და უნდათ, რომ ჩვენ ქვეყანაში მათი ინტერესის რეალიზაცია ასეთი ბოროტი გზით მოხდეს. ამაზე ლაპარაკობს ჯეფრი საქსი, გამოჩენილი მეცნიერი, პოლიტოლოგი. ეუთო საპარლამენტო ასამბლეა დასრულდა. ქართულმა მხარემ ქვეყნის ყველა პრიორიტეტზე, არსებულ გამოწვევებზე, უსაფრთხოებაზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მთავარი მიღწევა არის ის, რომ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობისას არავის უთქვამს, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ლობისტმა ჯო ვილსონმა საქართველოს საწინააღმდეგო განცხადება ეუთოში მუდმივ მოქმედ დახურულ სხდომაზეც გააკეთა, თუმცა საქართველოს მომდევნო სხდომას არ დასწრებოდა, უარი მიიღო. მოითხოვა, ასე პირდაპირ არ მოუთხოვია, მაგრამ თქვა, რომ იქნებ ვიმსჯელოთ იმაზე, რომ საქართველოს დელეგაცია მაგალითად არ ჩამოვიდეს შემდეგ სხდომაზე, რაზეც მიიღო ასევე სხვა დელეგაციებისგან ძალიან კაფეო პასუხი, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, ჯო ვილსონის გადასაწყვეტი. ბატონ ალიზარს, როგორც საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, ჰქონდა ძალიან კარგი გამოსვლა, ძალიან ობიექტურად ასახა ის ვითარება, რომელიც იყო საქართველოს არჩევნების დროს და შესაბამისად არავის არ უჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, საქართველოში არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი 57 ქვეყნის არ ვიცი დაახლოებით 400-მდე 300-მდე დელეგატი იყო აქ წარმოდგენილი და ერთადერთი ადამიანი, ვინც ორჯერ გამოვიდა სიტყვით და ორჯერვე ეს მსგავსი სისულელეები ილაპარაკა, იყო ჯო ვილსონი. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე, ხაზი გაისვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე ბულგარეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა. საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში 66,183 ფიზიკურ პირს ძველი საგადასახადო დავალიანებები ჩამოეწერა. ინიციატივა 2021 წლამდე პერიოდზე ვრცელდება და გადასახადების დროულად არ გადახდის გამო დაკისრებული საურავების გაუქმებასაც გულისხმობს. საუბარია ჯამში 425 მილიონამდე ლარის მოცულობის დავალიანებაზე. ამნისტია შეეხებათ მეწარმეებსაც გადასახადების ჩამოჭრის შემდეგ ათასობით ადამიანს ეკონომიკურ აქტივებში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.
საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემდგომ ფიზიკური პირების მიმართ, მათ შორის მეწარმე ფიზიკური პირების მიმართ გაუქმებელ იქნა ყველა იძულებითი ღონისძიება, რაც კი საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ მათ მიმართ იყო გატარებული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იმ ფიზიკურ პირთა მიმართ, რომლებთაც ჰქონდათ 2021 წლამდე დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებები და დღემდე მიმდინარეობდა სასამართლო დავები, შეუძლიათ ჩამოიწერონ ეს დავალიანება ამ ვალდებულებების აღიარების შედეგად და განთავისუფლდებიან იმ პროცესისგან, რაც უკავშირდება სასამართლო დავის წარმოებას. მნიშვნელოვანია, რომ ვაცნობოთ გადახდელებს, ანუ თუ მათ აქვთ განცდა, რომ პირობითად ან თუ ისინი ელოდნენ, რომ უნდა ჩამოწეროთ და არ ჩამოეწერათ, მათ აქვთ აბსოლუტურად უფლება მოგმართონ დამატებით, განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური ფორმით, ასევე არამატერიული ფორმით. არამატერიალში გულისხმობთ, რომ თავიანთ გვერდზე გულისხმობთ ჩვენ საიტს, სადაც არის პორტალი გადასახადის გადახდელის, იქ მარტივად მოსაძებნია შესაბამისი განცხადება, წარმოადგინონ ეს განცხადება და შესაბამისი ჩვენი სტრუქტურული ერთეული მას შეისწავლის და თუ დადასტურდა რეალურად რომ ეს დავალება ჩამოსაწერია, ის მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის განმავლობაში იქნება ჩამოწერილი. ლონდონი, პარიზი, მილანი, ციურიხი, ჟენევა, საქართველოს ავიაბაზარზე გაზაფხულიდან 4 ახალი ავიაკომპანია შემოდის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქროიშვილის განმარტებით. ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ავიაბაზარზე ხელს შეუწყობს პირდაპირ ფრენის საშუალებით ტურისტების შემოსვლა საქართველოში, რაც შემდგომ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. ძალიან სასიხარულოა ის, რომ მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან ეტაპობრივად 4 ავიაკომპანია დაიწყებს პირდაპირ ფრენებს საქართველოში. British Airways და EasyJet იწყებს პირდაპირ ფრენებს ლონდონიდან, რაც ბუნებრივია, რომ ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. ჩვენ ძალიან აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს გეგმავთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის, იმდენად, რამდენადაც რა თქმა უნდა პირდაპირ ფრენებთან ერთად ჩვენ უზრუნველყოფთ კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსვლას. უამინდობის გამო ბათუმში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მოყინული მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები პარალელურად ხორციელდება ტექნიკური მარილის დაყრა. მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი ღონისძიებებს ეცნობოდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად. როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა, სამუშაოებში ჩართულია 40 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკა და 500-მდე თანამშრომელი. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდითი სამუშაოები, ჩართული არის მუნიციპალური ყველა სამსახურის სპეციალური ტექნიკა, მაგისტრალურ გზებზე, ასევე შიდა საუბნო გზებზე მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება, გაგრძელდება უამინდობასთან ერთად გაწმენდითი სამუშაოები, განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო ზღვისპირა ზოლში, სადაც საშტორმო სიტუაცია არის გამოცხადებული, ამავდროულად ძლიერი ქარი არის 23-დან 25-მდე გამოცხადებული, მოუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რა თქმა უნდა, იზარგებლონ შესაბამისი სეზონისთვის დასაშვების საბურავებით. კურიაში არსებული დიდთოვლობის გამო უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს, უქმდება ოზურგეთი-თბილისის რეისი, ბათუმი-ოზურგეთის, რიონი-ქუთაისი, თბილისი-ოზურგეთის, ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმის რეისები. განცხადებაში წერია, რომ ბილეთის საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სვანეთი ფესტივალს მასპინძლობს. მთელი დღის განმავლობაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მესტიაშია მარიამ ბუღაძე და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. ფესტივალმა გიზგიზმა წელს სტარტი სვანეთიდან აიღო. მთა, თოვლი და გემოვნებიანი მუსიკა ეს გიზგიზის განუყოფელი ნაწილია. ადგილზე მოწყობილია სხვადასხვა კვების და გასართობის სივრცეები. ფესტივალზე მოსულებს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ადგილობრივი მეწარმეების მიერ მომზადებული ქართული ტრადიციული კერძები დააგემოვნოთ. მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები იზრუნებენ. ფესტივალის მიზანია, რომ სამთო სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია მოხდეს. თაში ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს ზამთრის სეზონი. აღნიშნულ ფესტივალში გიზგიზში მიიღებს ადგილობრივი მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას. 2 დღის განმავლობაში იქნება გაშენებული სოფელი, სადაც ტურისტები შეძლებენ დასვენებას და დროის გატარებას. შემართებით ვართ, ვერ გრძნობთ ამ სიციოს. ძალიან მნიშვნელოვანია სვანეთისთვის ესეთი ღონისძიებები და ყოველთვის მოტივირებულები ვართ და ველოდებით ამ ფესტივალს ყოველწლიურად. რაჭული გემოფესტიდან დავიწყეთ, ესე ვთქვათ, პირველი ნაბიჯები და ვაცნობთ, ანუ
სხვადასხვა კუთხეს ვაცნობთ რა და მთლიანობაში ერთი საქართველოა. ბევრი ტურისტი არის ჩამოსული ძალიან და ეს ქართული ნამდვილი გემოები, რავი, აღფრთოვანებულები არიან ხოლმე სულ. დამღლელი სრიალის შემდეგ ფესტივალი გიზგიზი არის საუკეთესო ადგილი იმისთვის, რომ ამაღლებული განწყობა შეინარჩუნოთ. დღეს მთელი დღის განმავლობაში იქნება ფესტივალი და გეტყვით იმასაც, რომ ფესტივალი გიზგიზი ხვალაც ჩატარდება სვანეთში. პადლობა პირდაპირ ეთერში მარიამ ბუღაძე საუბრობდა. ქრონიკაში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით, დაგველოდეთ. ასეთი იყო ახალი ამბები ორზე, ყველა სიახლეს გაეცნობით იმედი news.gr-ზე ნახავთ.